გეგუთის ციხეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას კანონის ფარგლებში იმოქმედონ. პატიმართა მდგომარეობის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სასჯელ ახსრულების დეპარტამენტშიც გაკეთა. ნათია ტრაპაიძე გაგვაცნობს შეფასებებს. ნათია, გისმენთ. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა სასჯელ ახსრულების სამ მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე, რომელიც უშუალოდ კურირებს სამედიცინო ნაწილს, ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გვიან ღამით პირადად იმყოფებოდა გეგუთის ციხეში. თალაკვაძის ინფორმაციით 17 მსჯავრდებულს გუშინ დაჭირდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი დაბრუნებულია უკან დაწესებულებაში. ასევე თალაკვაძის ინფორმაციით სასჯელ ახსრულების სამედიცინო ნაწილის ექიმებმა ადგილზე 14 მსჯავრდებულს აღმოუჩინეს დახმარება. თალაკვაძის ინფორმაციით არც ერთ მსჯავრდებულს, რომელსაც თითქმის ყველას მისი ინფორმაციით მიყენებული ქონდა თვით დაზიანება, არ ქონდა იმსეთი სიმძიმის დაზიანებები, რომ საჭირო გამხდარიყო ქირურგიული ჩარევა. ასევე მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის გეგუთის კოლონიაში 800 პატიმარია რეგისტრირებული, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული. დღეს დილისთვის, როდესაც მე დაბრუნდი დაწესებულებიდან, ვითარება იყო სტაბილური, არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძირითადად, რაც მე ვნახე და ეს იყო რამდენიმე ათეული მსჯავრდებული, რომელთაც ჰქონდათ დაზიანებები, თვით დაზიანებები მიყენებული ზემო კიდურებზე. ძირითადად, ბევრი მათგანი არ საჭიროებდა არანაირ ქირურგიულ ჩარევას, მათ უბრალოდ დაუმუშავდა ჭრილობები, გაუკეთათ გადახვევები და დილისათვის უკვე ყველა მათგანის მდგომარეობა იყო სტაბილური. დაზიანებები აქვთ მიყენებული საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლის თანქონის უფლებაც მათ აქვთ შინაგანად წესით. გეგუთის ციხეში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ასევე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ჰამერბერგმა და სახალხო დამცველმა. უჩან ანუაშვილის განცხადებით, მისი წარმომადგენლები იმყოფებიან გეგუთის ციხეში და უშუალოდ იმ პატიმრებს ესაუბრებიან, რომლებსაც ჰქონდათ დაზიანებები და ზოგიერთ მათგანს დასჭირდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. უჩან ანუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, რომ ხელოვნურად ხდებოდეს სიტუაციის დაძაბვა თავად კოლონიაში, რადგან ვრცელდება სხვადასხვა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ასევე ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გაამახვილა ომბუდსმენმა ყურადღება. სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები. საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად იყოს შესწავლების პრობლემები, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ არ მივესალმებით და პირიქით მოუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახით პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ. რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს სწორედ კანონის ჩარჩოებში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც გუშინ ჰქონდა ადგილი. დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ძალიან ბევრი გადამოწმებელი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო იწვევს სიტუაციის ესკალაციას. მე თვითონაც უშუალოდ გეგუთში ყოფნის დროს შევესწარი ფაქტს, როდესაც მსჯავრდებული ურეკავდა ოჯახის წევრს და ეუბნებოდა თითქოს ის იყო ზეწოლის ობიექტი და ის იყო ნაცემი ნაწამები. თუმცა როდესაც ჩვენ ამ აღნიშნულ მსჯავრდებულს შევხვდით, მან ეს უარყო. ანუ სამწუხაროა ეს, რომ რაღაცნაირად გარკვეული ძალები ცდილობენ ძალადობის, გარკვეულწილად დაძაბულობის კერის შექმნას. იგივე ინფორმაცია, რომ თითქოს 6-7 და 8 თებერვალს გეგუთის დაწესებულებაში სპეცნაზი იმყოფებოდა, ესეც არ დადასტურდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვთ პატიმრებს, იყოს განხილული და შესაბამისად იმ მოთხოვნების შესრულება მოხდეს, რაზეც მე ვფიქრობ კანონი უშუალოდ მეტყველებს. ამის შესახებ ვისაუბრებ პასუხისმგებელ პირებთან ერთად და მოვახსენებ ჩემს მოსაზრებასაც. ერთი კვირა დავრჩები საქართველოში და ეს შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები რჩებიან გეგუთის ციხეში და ომბუდსმენის აპარატი სავარაუდოდ სპეციალურ განცხადებას უფრო დეტალურად გაავრცელებს მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს შემოწმება. მადლობთ, ნათია, პირდაპირ ეთერში ნათია ტრაპაიძე საუბრობდა. გეგუთის